რა ხდება თბილისის მერიაში ჩვენ შეკითხვებს უპასუხებენ ირაკლი აბესაძე და ლადო ძნელაძე მაესტრო დებატებს გთავაზობთ ბუნებრივია თქვენ უკვე მოისმენთ ნინო არღვლიანის რეპორტაჟი და ძალიან ბევრი კითხვა არსებობს რომელზეც ახლა უნდა მივიღოთ პასუხები საღამოშიდობისა ბატონებო ბატონ ირაკლის მინდა პირველ რიგში ვკითხო ყველაზე ახალი ამბავი რამდენიმე წუთის წინ ეთერში შემოსვლამდე ჩვენთვისაც ახლახანს გახდა ცნობილი რომ საბურთალოს გამგეობის თანამშრომლოს ედავებიან ქთამის აღებას თორწდებ ბატონო ირაკლი თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ მოგესალმებით სამწუხაროდ ნამდვილად ვრცელდება ასეთი ინფორმაცია და როგორც ჩანს ამ ფაქტს დაადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხაროდ გვიწევს აღნიშვნა რომ თბილისის მერიაში კორუფციამ ძალიან მყარად მოიკიდა ფეხი კორუფცია არის თბილისის მერიის ყველა სტრუქტურულ ერთეულში სწორედ აქედან გამომდინარე ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ მერის მოადგილეების თავად მერის შემხებლობაზეც ამ კორუფციასთან მიმართებაში ვინაიდან 10 ერთხელ შესაბამისი გადაწყვეტილება მერიის ხელმძღვანელობას შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელობის ვინაიდან არ მიუღია ბატონ ლადოსაც ვკითხოთ ამ თემის შესახებ რა ინფორმაციას ფლობს ის ბატონ ლადო გაქვთ ცნობა იმის შესახებ რომ საბურთალოს გამგეობის თანამშრომელია დაკავებული ქთამის აღების ფაქტზე ჩვენ ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დავაზუსტებთ ამ ცნობას ვინაიდან უახლესი ინფორმაცია თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ მოგესალმებით მე ამ საკითხზე ამ წუთში არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია და ვერ გიპასუხებ შესაბამისად თუმცა რაც შეეხება იმ განცხადებას რომელიც ამ ინფორმაციას მოაბა ირაკლი აბესაძემ ოპოზიცია მუდმივად საუბრობს კორუფციაზე ზოგადად თბილისის მერიაში კორუფცია და დანაშაული ეს ისეთი სენია ყოველთვის იყო არის და იქნება მთავარია როგორ ებრძვიშენ დანაშაულს და რამდენად ეფექტური ხარ ამასთან ბრძოლაში თორე ეს ისეთი სენი ბიბლიაშია მოხსენიებული და ეს ვერ აღმოიფრა 100%-ით ვერცერთ ქვეყანაში მაგრამ ამაზე რეაგირებაა მთავარი ბატონო რეაგირება ხდება თუ არა ამ საკითხებზე ვინაიდან ფაქტია რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ კორუფციულ ფაქტებზე და სხვადასხვა პირებს იგივე მარგიშვილის ბრალეულობაზე და ყვალი შესაძლოა მერამდეც მივიდეს ასეთია პროგნოზი ამ მიმართულებით რა ხდება თუ დაინტერესდით პირადად თქვენ პროგნოზებს მე ვარ დაწუნებული რომ დათო ნარმანია საერთოდ გამორიცხულია და კომიკურიც არის ამაზე ლაპარაკი მაგრამ რაც შეეხება იმ რეაგირებას რაც მოყვა ეს ადეკვატური იყო სახელმწიფოს მხრიდან და შესაბამისმა სტრუქტურებმა თავის საქმე გააკეთეს და არავის არ შეეპაროს ეჭვი რომ ესე გაგრძელდება ეს საკითხები დიახ ბატონო ირაკლი კორუფცია მარადიული თემაა ასე გამოვიდა ბატონ ლადოს და მთავარია როგორ რეაგირებს ამაზე მთავრობა ხელისუფლება როგორ რეაგირებს მოქმედი მთავრობა თუნდაც დედაქალაქის სამმართველობით არა პირველ რიგში ნამდვილად ვერ დავეთანხმები ბატონ ლადოს მაგალითად იგივე ზედამხედველობის სამსახური სადაც ყველაზე მსხვილი კორუფციული შემთხვევა დაფიქსირდა წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა თბილისის მერიაში ეს არის სამსახური რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს მეწარმეებთან ყოველდღიური შეხება აქვს სამშენებლო სექტორთან ფიზიკურპირებთან და ბოდიშუშტი დავამთავრებ და არც ერთი კონკრეტული შემთხვევა ადამიანის მიერ მეწარმისთვის თანხის გამოძალვის და კორუფციულ სქემაში ჩართვის დაფიქსირებული არასდროს არ ყოფილა ეს იყო პირველი შემთხვევა და ძალიან სამწუხაროა რომ ამ დონეზე კორუფციის ფეხის მოკიდება ხდება თბილისის მერიაში და თბილისის მერიის ხელმძღვანელობა დამოკიდებულია და შეყურებს თვალებში შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენად ოპერატიულად იმუშავებს არ ამას ჭირდება რა თქმა უნდა შესაბამისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობების დაყენება ამას ჭირდება შესაბამისი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება იმისათვის რომ შეიქმნას ისეთი სტრუქტურა და რაც თავარია სტრუქტურაში მუშაობდნენ ისეთი ადამიანები რომლებსაც არ გააჩნიათ მიდრეკილება კორუფციისადმი თორე გამოვლენილი კორუფციული შემთხვევები დამერწმუნეთ არ უადვილებს ცხოვრებას ჩვენ მოქალაქეებს არ უადვილებს ცხოვრებას იმ მეწარმეებს რომელსაც $180,000 გადახდა უწევდა სასტუმრო შენებლობისთვის რომლის გავსიც თბილისში ათეულობით აშენდა ისე რომ არანაირი კორუფციული თანხის გადახდა მათ არ მოუწიათ. თორედ ეს ანგრევს მეწარმეობას და ამაზე რეაგირებს არ არის დანაშაული. ბატონ ლადო, მიდრეკილება მთავარი არ გქონდეთ რომ მოქმედ მაღალჩინოსნებს კორუფციისკენ არსებობს ამის ასეთი მოსაზრება როგორც ჩანს და ოპოზიცია ამაში დარწმუნებულია. თქვენ რას პასუხობთ ოპონენტებს ამ შემთხვევაში? მე არ პასუხობ, ამას საერთაშორისო ორგანიზაციები პასუხობდნენ თუ რა დასკვნები იყო დადებული ელიტარულ კორუფციაზე და
დღეს რა ხდება დღეს ბატონო? დღეს რა ხდება და შესაბამისი რეაგირებები ხდება შესაბამის ფაქტებზე და ეს ენაწყლიანი ადამიანები ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ საქმე სხვა სიჩვევა. ელიტურ კორუფციაში რას გულისხმობთ, რამე კონკრეტული ფაქტები შეგიძლიათ გაიხსენოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია თქვენი წინამორბედების მხრიდან პრეტენზიები, ბრალდებები, რომელზეც სისტემატურად ხდება შემდეგ პასუხის გაცემა. განსხვავება წინამთავრობასა და ამ მთავრობას შორის. თქვენ ვერ ამჩნევთ წინამთავრობას და მაესტრო და დღევანდელ მთავრობაში განსხვავება. მე ვალდებული ვარ თქვენგან მივიღო პასუხი და არა მე გავაკეთო შეფასება, ამიტომ გისმენთ. საზოგადოებამ თავის შეფასება გააკეთა თუ გინ მერის არჩევნების დროსაც ის როგორ დაუჭირა მხარ და ძირითადი საზოგადოების მოთხოვნა იყო ის ეწოლები, რაც ხორციელდებოდა ჩვენ ქვეყანაში და მე ყოველდღიური შეხება მაქვს მოსახლეობასთან და ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ გასწავლებას მარგიშვილ ალექსანდრეზე რომ ვისაუბროთ ბატონ ლადო. დიახ, კი ბატონო. მეწარმეობის ცენტრი უნდა ჩაბარდეს მას როგორც არის ცნობილი. რა არის ეს ცენტრი? საიდან დაფინანსდება? უმრავლესობა მხარი დაუჭირა უკვე ამ ინიციატივას, თუმცა ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ჯერ არ შექმნილა კითხვის ნიშანი არსებობს ესეთი ახსენებულა. ცენტრი ჯერ არ შექმნილა და საინტერესოა ბუნებრივია რა მიზნით იმუშავებს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რა ფინანსები მოხმარდება და ასე შემდეგ. საიდან იქნება ეს ფინანსები? ბიუჯეტის კორექტირება ხო არ იქნება საჭირო თუნდაც? მე მინდა გავიხსენო წინასაარჩევნო ჩვენი მოღვაწეობა ამ ქალაქში. კამპანიის დროს იყო ნახსენები, რომ თბილისში აუცილებლად ბიზნეს ხელშეწყობის ცენტრები შეიქმნებოდა და ის გადადგმული ნაბიჯია, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო დაპირება. ჩვენთან საქართველოში ძალიან სერიოზული ხარდაჭერა აქვს ბიზნეს აწარმოეს საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მერიაც შეუერთდა ბიზნესის ხარდაჭერას და ეს წინასაარჩევნო დანაპირები იყო და ჩვენ ამას ვასრულებთ. მეწარმეობის ცენტრი ცალკე თბილისში ჭირდება? ან რა მიმართულებით იმუშავებს და თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ეტაპზე მარგიშვილისთვის თუნდაც ამ საპასუხისმგებლო პოსტის ჩაბარება და საარჩევნო დაპირების რომელზეც არის საუბარი, ვიდრე კითხვები არსებობს? ბოდიშით რა გამოვყოთ, რა ჯერ ჭირდება თუ არა ცენტრი. ცენტრი ნამდვილად ჭირდება თბილისსაც, ქუთაისაც ჭირდება და მე ვიტყოდი რომ ყველა მუნიციპალიტეტში რომ იყოს სხვილ მუნიციპალიტეტებში რა თქმა უნდა მე ამას კიდე ცალკე მივესალმები. საინტერესოა რას ფიქრობს ირაკლი აბესაძე იგივე თუნდაც სხვილ მუნიციპალიტეტებში მსგავსი ცენტრის არსებობაზე და ზოგადად მათი მხრიდან არის პრეტენზიები უშუალოდ ამ უწყების ხელმძღვანელად მარგიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. ბატონ ირაკლი გისმენთ? მარგიშვილის და ჩემთან არის თქვენს ოპონენტთან და შემდეგ ასევე გამოვეხმაურო განსხვავებას ხელისუფლებებს შორის და ამ კონტექსტში ვისაუბრო ასევე ამ ცენტრის შექმნაზე. დიახ, ჩვენ ხელისუფლებებს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს მოსახლეობა თბილისის მერიაში ხედავს გაზრდილ ბიუროკრატიას და 227 ერთეულით გაიზარდა მერიის საშტატო ერთეულები. დასაქმებულ არაპროფესიონალ ადამიანებს ეს კონკურსის შედეგებმა აჩვენა, როდესაც მაგალითად გამგებლების მოადგილეების 99% მოადგილებმა კონკურსი ვერ გაიარეს და ჩაისწრეს და ამ ყველაფრის ფონზე ბატონო ლადო ამ ყველაფრის ფონზე აბსოლუტურად გაჩერებულ სამუშაოებს თბილისში. დანგრეულ გზებს, შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ჩვენ დავათვალიერეთ და ვნახეთ გაჩერებული ასფალტის ქარხნები რა ძალიან იშვიათობა იყო თბილისისთვის და საქართველოსთვის იმოცულობით ხდებოდა საზღვაო სამუშაოები და ამ ყველაფრის ფონზე მაშინ როდესაც ქამრების შემოჭერა სჭირდება საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას ნამდვილად ცინიზმია და პირში მოტყუება არის ადამიანების, როდესაც ქმნით ახალ ცენტრს, თურმე მეწარმეობის განვითარებას აკლდა ბატონი მარგიშვილის რჩევები. არა, მეწარმეობის განვითარებას სჭირდება კორუფციის აღმოფხვა, მეწარმეობის განვითარებას სჭირდება ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები თანხის დახარჯვა ადმინისტრაციის ხელფასებზე და სწორედ ინფრასტრუქტურული და სხვა კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს დედაქალაქში და რომლის შესაბამისადაც მოძრაობს მეწარმეობა და ბიზნესი. როდესაც სამუშაო ადგილების შემცირებაზეა ლაპარაკი,
შეგიძლიათ გითხრათ იგივე თქვენ შემდგომ მთავრობაში არიან თუ არა დასაქმებულები, ხელოვანები, მომღერლები სხვადასხვა უწყებებში, სადაც თავის დროზე ამჟამინდელი ხელისუფლება გედავებათ თქვენ. მე ძალიან მარტივად გაქცევთ პასუხს. ადამიანი იყოს ხელოვანი ან პოლიტიკოსი მის კვალიფიკაციაზე და პროფესიონალიზმზე არ მეტყველებს. სამაგიეროდ პროფესიონალიზმზე მეტყველებს კონკურსის შედეგები, როდესაც ადამიანმა 60 ქულიდან 16 ქულა მიიღო და კეთილმოწყობის სამსახურში ის ინიშნება საპროექტო განყოფით. არა, თუ შეიძლება მე დავამთავრებ. მე ერთად მეუბრუნდე რაც შეეხება ხელისუფლების შეცვლილზე. საქმიანად ვილაპარაკოთ შეიძლება. ცენტრის საკითხზე და უნდა დაგემშვიდობოთ. ცენტრის საკითხზე საქმიანად დავასრულებ. ბატონლადო, თქვენგან განსხვავებით, ყოველთვის საქმიანად პასუხობთ, თქვენ დაუჭირეთ ხალი ცენტრის შექმნას, ისე რომ წარმოდგენა არ გაქვს ცენტრის ბიუჯეტზე, წარმოდგენა არ გაქვს ცენტრის ბიუჯეტზე, წარმოდგენა არ გაქვს რის ხარჯზე დაფინანსება ის თუ არა, მაგალითად სოციალური ხარჯების შემცირების ხარჯზე, დაფინანსება თუ არა ის ხელოვნური პროექტების შემცირების ხარჯზე, თქვენ ბრმად აღასრულებთ ხოლმე დავით ნარმანიას დავალებებს, რაც არის ნამდვილად. ბატონლადო, ცინიზმი უწოდა თქვენმა ოპონენტმა მეწარმეობის ცენტრს და ბრმად ასრულებთ ხოლმე მერის დავალებებსო. უპასუხეთ. როგორ გეკადრებათ ქალბატონ წინასაარჩევნო პირდაპირ გვედო წინასაარჩევნო პროგრამაში ჩვენ ბიზნესის ხელშეწყობა და რატო მიყვავს გავიგეთო მესეც დაპირება იყო ეს. ბატონო იაფის წესის განახევრება ხო მაგალითად რომ ეს ყველაზე ესეთი კრედიტი ინსტრუმენტი იყო მეწარმეობის ხელშეწყობის. თქვენ იცით რა ხდება? არ კითხულობთ, ახლა მე ვერ დავიჯერებ რომ თქვენ საქმის ყურში არ ახართ სოფლის მეურნეობაში რა ხდება? ბილისს საუბრობთ ბატონოლადო და სოფლის მეურნეობაში რა ხდება ამაზე სადროს ვისაუბროთ იქნება და ზოგადად ქვეყანაში არაფერი კარგი არ ხდება ამას ჩვენ უნდა დავასრულოთ ბატონო ვლადიმერ იმისათვის რომ ამოვწუროთ ეს თემა და ზოგადად კითხვები რომელიც არსებობს თქვენ ორივე თქვენგანს გქონდათ პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა თქვენ აღნიშნეთ რომ საზოგადოება არ უნდა შევიყვანოთ შეცდომას ძალიან მოკლედ განმარტება რო გააკეთოთ ამ ცენტრის ეფექტურობაზე და იმაზე რომ საზოგადოება დარწმუნდეს რომ აუცილებელია ამ ცენტრის არსებობა თბილისში. ამ ცენტრის ეხლა მე არ შემიძლია რომ მაგალითი არ მოვიყვანო აწარმოის საქართველოს სოფლის მეურნეობის პროგრამები სადაც უკვე ამ წუთში 62 ბენეფიციარი სარგებლობს და ეს თანხა არის 100 მილიონზე უკვე მეტი არის გაწერილი თუ როგორ უნდა განხორციელდეს და ამ თანხაში შედის იგივე დაკრედიტებასთან და მიხმარებასთან ერთად ინფრასტრუქტურული მოწყობები და ცენტრიც აი ამ კონტექსტში იმოქმედებს მაქსიმალურ საქართველოში ეს არის გარანტია ერთგვარი იმისა რომ მეწარმეობის ცენტრიც იქნება ეფექტური შეგვიძლია ასე ვთქვა. დიახ ეს ჩავერთვები. თulis მასშტაბდება ადმინისტრაციული მოხელეების რჩევები მარჯვილი იქნება ხელმძღვანელი თუ სხვა იქნება დაპირებებზე საუბრობთ ბატონლადო გაიხსენეთ ივანიშვილის დაპირება უფასო ფულის შესახებ და ისაასრულეთ თუ შეიძლება ნუ გონიათ რომ მაინც თქვენი რეკომენდაციები ჭირდება ვისაც უსარგებლია ამ წესში. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ირაკლი აბესაძე, ლადო ძნელაძე იყვნენ მაესტროს სტუმრები.